ზვიად ამ მიკროფონზე იყო ლაპარაკი. კი ბატონო. ქალბატონო ვანდა. გთხოვთ. ეს არის რგვალი მოგიდის ფორმატი, უბრალოდ სივრცე არა გვაქვს, სადაც რგვალ მაგიდასთან ყველანი დავეტევით რა და ამიტომ სცენაზე გთხოვთ. მობძანდით. გთხოვთ, დავბძანდით. Так, ეხა ტექნიკური ნაწილი ცენტრში. არა, მე არ ვძებ. ეს მიკროფონი ჩართულია თუ დაგჭირდება მნიშვნელობს არ შეიგინოთ სულ არ ვიცი აი ესე იწვა ხო მარტივია და ჩართო საუბრო ამაში რა აჰა ჩართულია როგორ მეგობრებო, ჩვენი ღონისძიება გრძელდება. ეხლა ასევე შევკრებეთ ძალიან საინტერესო ადამიანები, რომელსაც აქვთ გარკვეული გამოცდილება მათ შორის ქანდაკებასთან ურთიერთობის და ფაქტობრივად პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი პოტენციური კლიენტი იყო სახელმწიფო და ბიზნესის წარმომადგენლები. ეხლა გადავდივართ სხვა სეგმენტზე. მართალია ჩვენი მომხსენებლები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ამ სეგმენტს ზუსტად ვერ დავასახელებ, ალბათ თვითონ ისაუბრებენ ამ თემაზე უფრო კონკრეტულად. მოდით დავიწყოთ ქალბატონი ვანდასგან. ქალბატონ ვანდა. ჩვენ მოქანდაკეებს მივცეთ მიკროფონი. აგვიხსენით, როგორ უნდა მოვიქცეთ, რამენაირად გავხდეთ გალერისტებისთვის საინტერესო. და არა მარტო გალერისტებისთვის, არამედ იმ პოტენციური კლიენტური სეგმენტებისთვის, თქვათ, უცხოელების, თქვათ, ადგილობრივების, აი რა ელემენტარული მინიმალური ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რომ ჩვენი პროდუქტი იყოს მათთვის საინტერესო. ძანდებოდეთ. არა, უშავს მირჩევნია, დამკარგო ვილაპარაკო. თუ დაგჭირდება თემაზე შეგვიძლია იყოს არაუშავს. პირველ რიგში მოგესალმებით ყველასა ძალიან მიხარია რომ ეს ფორუმი შედგა არის ძალიან კარგი ინიციატივა, როდესაც მე ლევანმა მომიყვა რაზე იქნება საუბარი საერთოდ რატო კეთდება რა მიზნები აქვს ამ ასოციაციას, ანუ მოქანდაკეების და არქიტექტორების ასოციაციას. ვფიქრობ რომ ეს ძალიან მისასალმებელია და ზუსტად ეს არის პირველი ნაბიჯი ალბათ ზვიად რაზეც ახლა ვლაპარაკობდი რომ ეს პირველი ნაბიჯი რომელიც გადადგმულია მოქანდაკეების მხრიდან როგორც მე და მე ვფიქრობ რომ პირველ რიგში ალბათ მოქანდაკეები უნდა იყვნენ აქტიურები თვითონაც ურთიერთობებში გალერეებთან, ვინაიდან ახლა მე გალერეის სახით ვლაპარაკობ, სახელით უბრალოდ ვფიქრობ ეს. ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ აქამდე მართლაც დიდი ჩავარდნა იყო, მე არ ვამბობ შემოქმედებითი ჩავარდნა მოქანდაკეები ყოველთვის ძალიან საინტერესოდ მუშაობდნენ, მოღვაწეობდნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ინტერესი მოთხოვნა, საზოგადოების მოთხოვნა არ იყო. და ალბათ ამიტომაც გალერეებიც უფრო პასიურები იყვნენ. თუმცა მე ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდში შეინიშნება ინტერესი იგივე საზოგადოების მხრიდან ქანდაკებისადმი, იმიტომ რომ გაჩნდა რაღაც სეგმენტი ჩვენ საზოგადოებაში, რომელიც დაინტერესდა ქანდაკებით, რომელსაც გაუჩნდა საშუალება შეძენის ქანდაკების და გაჩნდა ესეთი სივრცეები, თუნდაც კერძო სივრცეები,
სახლებს გულისხმობ, ვილებს გულისხმობ, ლანდშაფტს, რა თქმა უნდა, სადაც ქანდაკება გახდა აუცილებელი და მოთხოვნადი და ალბათ თვითონ ცნობიერებაც გაიზარდა, ალბათ ახალგაზრდა თაობა, რომელსაც სხვანაირი გემოვნება აქვს, რომელსაც უკეთესი განათლება აქვს, ასე ვთქვათ, რომელსაც ბევრი რამ აქვს ნანახი მსოფლიოში, მათ გაუჩნდათ ინტერესი ქანდაკების მიმართ და მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ვისარგებლოთ ზუსტად აი ამ მომენტით, ვინაიდან მომწიფდა ეს სიტუაცია, რათა დავაინტერესოთ უფრო ფართო საზოგადოება ქანდაკებით, მოქანდაკეებით, ამ სფეროთი, ვიმოქმედოთ ერთობლივად ალბათ. არა მხოლოდ დაუშვათ გალერეებმა და მოქანდაკეებმა, არამედ აი აქ ბრძანდებიან არქიტექტორები, დიზაინერები, ლანდშაფტის არქიტექტორები, ადამიანები, ვისთვისაც ეს სფერო ძალიან მნიშვნელოვანი არის და უნდა იყოს და ვისაც აქვთ ურთიერთობა კლიენტებთან, დამკვეთებთან და მე ვფიქრობ, რომ ეს ასე ვთქვათ, კავშირი ჩვენი ერთმანეთთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავაინტერესოთ ყიდველები, პოტენციური კლიენტები, საზოგადოება, ასევე სახელმწიფო ალბათ ამ დარგში. აი ეს მინდოდა მეთქვა. მეგობრებო, რამე უკაცრავად მეც მოვიწყდება. რამე კითხვა ხო არა გვაქვს ვანდასთან? აი, მიკროფონი გამოვართვა თუ შეიძლება? არა მარტო ვანდასთან, მაგრამ სამწუხაროდ მარტო მე ვარ დღეს გალერეის წარმომადგენელი, უნდა მოსულიყო ზაირა, მაგრამ არ მოვიდა. გამარჯობა. კითხვა ცოტა ისეთია, უბრალოდ საკითხი მინდა წამოვჭრა. შეიძლება ის კონკრეტულად კითხვის ფორმა არ ქონდეს ამას, მაგრამ სულ ესეთი მიწევს ასეთი ხშირად ასეთი ლაპარაკი, რომ განვასხვაოთ ქანდაკება ძეგლისგან. ბატონო? ძეგლისგან რომ განვასხვაოთ ქანდაკება, ანუ უმრავლესობა ადამიანს ჯერ კიდევ ქანდაკება გონია მხოლოდ ძეგლი. და კერძო პირს არ აქვს იმის სურვილი, რომ ძეგლი იყიდოს რა, იმიტომ რომ გონია რომ ძეგლია ეს. და იმისათვის რომ ეს დიფერენცირება მოხდეს, რომ ქანდაკება მათ შორის ძეგლიც არის და კიდე არის მხატვრული ფორმა, სკულპტურული ფორმა. აი ამის ასე ვთქვათ პრეზენტაცია უნდა მოხდეს მე მგონი ყველგან რა, ვისაც ეს საკითხი ესმის, მათ შორის თვითონ უშუალოდ მოქანდაკეებმა უნდა ქნან ეს საქმე, უნდა გააკეთონ და გალერისტებმაც და ხელოვნებაცოდნეებმაც. ნუ ამ შემთხვევაში თქვენ როგორც გალერისტს ესე მოგმართავთ, რომ მე მგონი თქვენთვისაც თქვენი გასაკეთებელიც არის ვფიქრობ ეს საკითხი. ანუ ეს საკითხი რომ წარმოიჭრას წინა პლანზე. გეთანხმებით, აბსოლუტურად გეთანხმებით ამაში. დიდი მადლობა. კიდევ ხომ არ არის შეკითხვა? გავაგრძელოთ მაშინ. ვანდა, მოდი აი ისევ იმ კითხვებს უბრუნდები, რომელიც თავიდან დავსვი. აი მოდი დაგვარიგე, ხო, მოქანდაკეები. აი ელემენტარულად რომ გავხადოთ პროდუქტი მომხიბვლელი, ხო? ანუ ელემენტარული წესებია დასაცავია, ან სიმძიმესთან მიმართებაში, ან ზომებთან მიმართებაში, ან თუნდაც თემატურ ფაქტორთან მიმართებაში. საით ჯობია რომ ვიმოძრაოთ? ძალიან მიჭირს ხა დარიგება ვინმეს, იმიტომ რომ ეს არის შემოქმედება, ეს ყველა მოქანდაკე, ყველა ხელოვანი ქმნის იმას, რაც თვითონ უნდა, მაგრამ თუ კომერციაზე ვიფიქრებთ და ვისაუბრებთ იმაზე, რა უკეთესად იყიდება, რა თქმა უნდა, მცირე ზომის ქანდაკება, ვერ ვიტყვი, რომ ხშირად იყიდება, მაგრამ უფრო მეტად, რა თქმა უნდა, მცირე ზომის ქანდაკება, პლასტიკა იყიდება, უფრო ინტერიერისთვის, ну, უფრო იშვიათად ექსტერიერისთვის. რა თქმა უნდა, მასალას ალბათ თემატიკას აქვს მნიშვნელობა. თემატიკას აქვს მნიშვნელობა, მოგეხსენებათ ახლა ძეგლის დადგმა სახლში არავის არ უნდა.
იშვიათი გამონაკლისის ალბათ გარდა, მაგრამ ამიტომ უფრო თანამედროვე მიდგომა მოქანდაკეების იმისადმი, რასაც აკეთებენ, ეს ყოველთვის უფრო მიმზიდველი არის, იმიტომ რომ უფრო მეტწილად ის ადამიანები, რომლებიც ინტერესდებიან ქანდაკებით თავისი, დაუშვათ საცხოვრებელი სახლისთვის, ან ეზოსთვის, ხო ისინი უფრო ახალგაზრდები არიან, მე უკვე გითხარით, რომ ახალგაზრდებში უფრო მეტად არის დაინტერესება ქანდაკებით ამ სფეროთი. ამიტომ თანამედროვე, უფრო გათანამედროვება, დაუშვათ ქანდაკების რაღაც როგორ გითხრათ, როგორც ყველა ხელოვნების ყველა ნიმუში ის უნდა იყოს საინტერესო და მიმზიდველი, როგორც თავისი გადაწყვეტით მასალაში, ასევე დაუშვათ ვიზუალური სახე უნდა კონდეს მიმზიდველი. ეს ისეთი რაღაცა, ეს გემოვნებაზე ვსაუბრობთ ახლა, ვიღაცას შეიძლება არ მოწონდეს ისეთი ქანდაკება, რომელიც მე მომწონს და პირიქით. ამიტომ ძალიან რთულია და გარიგოთ რა უნდა შექმნათ. უბრალოდ მე ვიძახი, რომ უფრო კომერციულად გამართლებული არის შედარებით მცირე ზომის დაუშვათ ქანდაკები, რომელიც არ არის გასაგებია, ეს ბრინჯაო შეიძლება იყოს, მაგრამ მცირე ზომაში ჩამოსხმული ქანდაკება უფრო ნაკლებს იწონის და ვინაიდან საკმაოდ დიდი პროცენტი უცხოელების ინტერესდება ქანდაკების შეძენით, მათთვის უნდა იყოს ადვილი დაუშვათ გადასაზიდად, ანუ თუ თვითონ არ წაიღებს, ჩვენ უნდა გადაუგზავნოთ და რაც მეტი წონა, მით უფრო ძვირდება გაგზავნა, იმიტომ რომ იქ შეფუთვასაც აქვს მნიშვნელობა. შეფუთვას რატომ აქვს მნიშვნელობა? იმიტომ რომ ზოგიერთ ქვეყანას მოთხოვნა აქვს შეფუთვასთან რაღაც განსაკუთრებული რაღაცა ხის ყუთი, რომელიც უნდა იყოს ლაკით დაფარული, ან რაღაც სხვადასხვა მოთხოვნებია. და ეს ყველაფერი საკმაოდ მერე იზრდება ამის თანხა გადაზიდვის, ტრანსპორტირების ყველაფრის. ამიტომ როგორ გითხრათ, ყოფილა რა თქმა უნდა დიდი ნამუშევრებით სწავლობიათ, მაგრამ ეს უფრო რთულია, უფრო მარტივია, როცა შემოივლის დაუშვათ მოვა უცხოელი, ვიღაცა მოეწონება თვითონ ჩვენ შევძლებთ რაღაცნაირად ამის შეფუთვას და წაიღებს ხელით დაუშვათ, მაგრამ უფრო დიდი ზომა და უფრო მძიმე წონიანი ქანდაკებები ეს უკვე პრობლემატური ხდება, უფრო რთულია. თუმცა მადლობა ღმერთს არ არის არანაირი შეფერხება კულტურის სამინისტროსგან პირიქით ხელშეწყობა არის ყველანაირად ცდილობს განყოფილება ნებართვების, რომ ძალიან სწრაფად გაკეთდეს ნებართვა და ეს ყველაფერი არ შეფერხდეს ეს პროცესი. მე მიჭირს ახლა მერავის მოქანდაკეებს ვერ მივცემ და უშუალოდ შევებთ რა შექმნა. მოდი აი ცოტა გადავინაცვლოთ ცოტა უფრო დიზაინის კუთხით, მით უმეტეს რომ დიზაინერი გვყავს წარმოდგენილი. ანუ მე როგორც გავიგე, თქვენი კლიენტების უმრავლესობა მაინც ორიენტირებულია გარკვეულ, ასე ვთქვათ, შიდა განთავსებაზე იმ ქანდაკებებისა, ჯერჯერობით გალერეაში მომსვლელი ადამიანები ხა კლიენტებს ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შეიძლება იყოს დაინტერესება იგივე დაუშვათ სხვა კომპანიებიდან, დეველოპერებისგან, დაუშვათ ან იგივე ლანდშაფტის არქიტექტორებისგან, რომლებსაც შეიძლება ჩვენ ვურჩიოთ, ან რაღაც ჩვენთან ნახონ რამე, რასაც დაუშვათ ჩვენ შევთავაზებთ მათი პროექტებისთვის. დიდი მადლობა. ეხლა ქალბატონ მანას მინდა ვთხოვ, აი დიზაინის კუთხით გავაგრძელოთ თემის განხილვა. მოგესალმებით. მე რა შემიძლია ხო ვთქვა, თვითონ მე ვარ მოტფიალე ქანდაკების, რა თქმა უნდა და ძალიან მომწონს ინტერიერშიც და ასევე ექსტერიერშიც უხდება ლანდშაფტსაც და ინტერიერსაც უხდება. მე ხშირად ვთავაზობ ისეთი მოცულობის ქანდაკებას, რაც შეიძლება ვთქვათ იმ ინტერიერს მოუხდეს ნებისმიერ სივრცეში. არა მარტო საერთო ოთახის და საერთო სივრცეში, არამედ შეიძლება სხვადასხვა სივრცეებშიც დადგან. და მქონია ესეთი შემთხვევა, რომ ვიღაცა მოყვება ამაზე, რა თქმა უნდა, ვისაც ესმის და აფასებს ასე თუ ისე ხელოვნებას და ვისაც არ უყვარს და ვერ ხედავს ამ ამბავს, რა თქმა უნდა, უარს ამბობს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ და
რა ვიცი ხა ჩემს ობიექტებზე არის ხომ ეს შემთხვევები, ოღონდ ნუ პატარა გაბარიტის, ხა ეს ჩვეულებრივად რაც მანდამ თქვა, მარტივია და ეს არის, მაგრამ შეიძლება ეს შევთავაზო, რომ თქვათ თვითონ მიუთითო მე რომ აი ამ სივრცეში, თქვათ აი ამ ზომის რაღაცა შეიძლება რომ დავდგათ საინტერესო მოცულობა. და დამთანხმებიან, რა თქმა უნდა, მე მქონია შეხვედრა მოქანდაკეებთან და რაღაცა გაგვიკეთებია საინტერესო, ოღონდ ძალიან ფრთხილად ვუდგები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხელოვანია ეს მოქანდაკე, თვითონ უნდა მოიფიქროს, მაგრამ ის რომ გაბარიტებში და რაღაცა გაითიშა? ხო. აი ეს შემიძლია ვთქვა ერთადერთ და მე მოხარული ვარ თუ კი ეს დაინერგება და მე როგორ არის იცით ერთმანეთსაც უყურებენ ვის რა როგორ სხვადასხვა ინტერიერებში და შეიძლება პირიქით სადღაც რომ ნახავენ და ეს სწორად ზის და ლამაზია და კარგია რა თქმა უნდა მე სხვასაც მოუნდება და რა ვიცი მოხარული ვიქნები თუ მოხდება ეს რაღაცნაირად აიტაცონ უნდა სხვა რა შემიძლია მე თქვენ გვერდში ვარ ასე ვთქვათ დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მაინტერესებს იცით რომ თუ ეხლა როგორც მე გავიგე არც თუ ისე გამოცდილი და აპრობირებული კულტურა არა ხო რა თქმა უნდა ქანდაკება იყოს რაღაც დიზაინის შემადგენელი ნაწილი ჯერ მთავარი ის არის რომ დაიმსახურო ამ დამკვეთის ნდობა მე რაღაცებზე უფრო მოყვებიან აი ხა გივიმაც იცის ეს კარგად და რა ვიცი ხა მე მაქსიმალურად ვცდილობ მაგრამ ზოგი ძალიან ესეთი ხასიათის ადამიანია რომელმაც თვითონ იცის რა უნდა და ესე კიდევ არის რომ აი ვთქვათ სიტყვაზე არის რაღაცა სიმბოლიკაც არის ვიღაცებს რაღაცები ქვია ვთქვათ არა საცხოვრებელი არამედ აი ვთქვათ შეიძლება აი იყოს ღვინის ქარხანა რომელსაც უნდა რომ რაღაცა თემატურად სათავისოდ რაღაცა მოუნდეს თქო მქონია ესეთი შემთხვევაც და შემითავაზებია და დავდგით კიდევაც იქ ეზოში რაღაცა მოკლედ ქანდაკება არ ვიცი არ დავასახელებ ვისი და რა არის მაგრამ ესეთი შემთხვევებიც არის და ნუ წამომყოლიან ამაზე საინტერესოა ძალიან და რა ვიცი მე პირადად მომწონს ძალიან უხდება საოცრად როგორც ექსტერიერში ისევე ინტერიერშიც ოღონდ სწორად უნდა მიუთითოს არქიტექტორმა და დიზაინერმა რომ ეს მთელი თავისი მოცულობით ჩანდეს რა არის და მასშტაბში იჯდეს და რა ვიცი აი შემიძლია ვთქვა სხვა ისეთი დიდი მადლობა და სხვა შორის ასე დავფიქრე იცით რომ კარგი მაგალითები თუ არსებობს ამის გამოყენება მაგალითად მნიშვნელოვანი ჩვენთვისაც რო გქონდეს აგრულ ფოტომასალა აი მე ტიპის მასალა კი შეიძლება კარგი ასე ვთქვათ გამოცდილება უკვე თქვენ დავთავსებობ ხო ეხლა ძალიან ბევრი არ მაქვს ესეთი შემთხვევა მაგრამ მაქვს იმიტომ რომ მე თვითონ შემითავაზებია ასე ვთქვათ და გაამართლა ეს ჩემი შეთავაზება და მართლაც კარგი გამოვიდა და რა ვიცი მეგობრებო რამე კითხვა ხომ არა გვაქვს დარბაზიდან ისმე გამარჯობათ პირველ რიგში გუშინაც მოგილოცეთ და დღეს მინდა მოგილოცოთ და დიდი მადლობა ორგანიზატორებს ჩვენერი რაღაც ხდება აი ეს რაც ხდება რომ არ დარჩეს უბრალოდ ლაპარაკად წინადადება ამიტომ ვიწერს ხო აი ნახეთ მეტი პოპულარიზაცია ჭირდება ჯერ ერთი მე მქონია შემთხვევები რომ თქვა მინდორზე რომ ქვაგდია უკვე კარგია და აი ეს რატომღაც არავის არ უნდა თუმცა თუ გათრ მეორე ის რომ ესეც თქვი და აი ნახეთ ეს ასოციაცია რაღაც შუამავლის როლში მოგვევლინა უკვე და უკვე დიდი საქმეა ხსებით და თუ იქნება ესეთი ფორმატი ან ну საიტი ასე ვთქვათ სადაც წინადადებები შევიდოდა და მერიასთან თუ მთავრობასთან არ ვიცი როგორ კომუნიკაცია წელიწადში 4 ჯერ მაინც განიხილებოდა მივხვდით იმიტომ რომ აი ეს ამ დიფერენცირებაზე გუშინაც ვისაუბრეთ დღეს თქვა რომ ძეგლია და ძეგლი საერთოდ სვეცხოველია ხო როგორც კიდევ ისტორიული არტეფაქტი აი ნახეთ როგორ არის
აუცილებლად უნდა დაიდგას გმირებიც, ისტორიული პირებიც მოღვაწენ და შემდეგ პორტრეტებიც, ხო? მეორე მიმართულება დაუშვათ ლანდშაფტის დიზაინი, მაგრამ აი როგორც ხელოვნების ნიმუში, ხვდებით? როგორც ხელოვნების ნიმუში ამაზე არავინ არ ფიქრობს. აი მე არ მახსოვს რომ დაედგათ მხოლოდ იმიტომ რომ კარგი ნამუშევარია. ხვდებით? აი ესეც უნდა იყოს, თორე სხვანაირ თაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ ისტორიამ შემოგვინახა რა, ხო? რაც კარგი იყო, იმას აკეთებდნენ, ხო სწორია? მესმის რომ პოლიტიკაში იყენებდნენ იმპერატორებს და ასე შემდეგ, მაგრამ აი ბერძნები სულ სხვა რაღაცებს აკეთებდნენ. იქაც იყვნენ თავისი დიქტატორები. კი, იქაც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ აი კარგი ნამუშევარიც იდგმებოდა, ხვდებით? ხო და როგორღაც აი ესეთი კომუნიკაცია, აი კიდევ ერთხელ გილოცავთ მეთქი, რომ ასოციაციამ აიღო აი ეს ფუნქცია, რომ შუამავალი ყოფილიყო და მართლა შესანიშნავი რამ ხდება დღეს რაც ხდება. ჩვენ გულისწყვილს ვამბობთ თქვენს იდეებს და ასევე დიზაინერებს მინდა ვთხოვო, რომ მეტი პოპულარიზაცია და მეტი კომუნიკაცია ჩვენთან. მადლობა. ვერ მადლობა. აი უკაცრავად გეთანხმებით, შეიძლება საიტი არსებობდეს, გამოფენები გაკეთდეს, ეხლა თქვათ ვანდასთან ვიცი მე რომ ან ჩემ ინტერიერში აი ამხელა რაღაც სურათი მჭირდება, მივდივარ, ან პირიქით გავგიჟდი ამ სურათზე და ვთავაზობ სხვას და ასევე ალბათ უნდა იყოს ეს ასოციაციას რო კონდეს საიტი წინა დადებები. ხო, რომ ჩვენ შევთავაზოთ თქვათ და განხილვები რო ხდებოდეს იგივე გალერეებთან, იგივე ხელისუფლებასთან რა. ვაცალეთ, მუშაობთ. არა, იმედიმებს. კი. ყოველ შემთხვევაში ყველა ნამუშევარი, რომელიც გამარჯვებულია 50-ვე ნამუშევარზე, იქნება კატალოგი ელექტრონული ჯერჯერობით და სრული ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ავტორებთან და კი და აქცენტი გაკეთდეს, რომ კარგი ნამუშევარი ღირსია იმის, რომ განხორციელდეს. ხვდებით? მადლობა. ეხლა მინდა გადავინაცვლო ბატონ გივისთან. ბატონ გივი, ნელ-ნელა ასე ვთქვათ, ჯერ გალერეით დავიწყეთ, მე ასე ვთქვათ, შევეხეთ დიზაინს. წლების წინ და სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ზურა წერეთლის მიერ გამოგონილი ველოსიპედი. დღესდღეობითაც ამერიკაშიც, კანადაშიც და ევროპის მრავალ ქვეყანაში მუშაობს ესეთი საკანონმდებლო ვალდებულება, როდესაც საზოგადოებრივი შენობა შენდება 2% საერთო ბიუჯეტის უნდა იყოს ორიენტირებული სახელოვნებო მიმართულებით. ნუ ეს შეიძლება იყოს კანდაკება, მოზაიკა, ბარელიეფი თუ რაც. აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ჯერ საერთოდ საჭიროება, აქტუალობა დღესდღეობით ასე ვთქვათ მიმდინარე პროცესებში არქიტექტურის თვალსაზრისით საუბრობ, როდესაც რაღაცეების შენდება, რამდენად საჭიროა აი ამ ტიპის მიდგომა და საიდან შეიძლება დავიწყოთ ამაზე მუშაობა, რომ რაღაცნაირად ეს ავსახოთ ქართულ კანონმდებლობაში. მადლობთ, მოგესალმებით. ხა ისეთი ძალიან სერიოზულ მომზადებული არ ვიყავ მართალი კატრევანდელ შეხვედრებს, მაგრამ ეხლა რაც საუბარია იმის მიხედვით, როგორც ვთქვა, არის ხა ორი რამდენიმე პრობლემა. ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ როგორ მივიდეს ის ნამუშევრები, რომელსაც ქმნიან მოქანდაკეები იმ ადგილზე, სადაც უნდა იყოს ის. შეიძლება ეს ბაღია თუ საკუთარი ინტერიერი. რაც შეეხება ნამუშევრებს, ნახატებს, რომლებიც გალერეებში უხვად არის, ის უკვე რაღაცნაირად დამკვეთრდა ამ ხალხის იმაში აზროვნებაში, დამკვეთრების აზროვნებაში უნდა კონდეს რაღაც ნამუშევარი, ამიტომ ჩვენ წინასწარ ვაკეთებთ უკვე იმ ადგილს ვხოვობთ, განათებას ვუკეთებთ იმ ადგილს. თუმცა ბოლო რაღაც პროექტი ჩვენ უკვე ქანდაკების ადგილი წინასწარ თავის განათებით, თავისი მოცულობით, ზომით და დაახლოებით გაბარიტებით წარმოვიდგინეთ და დავარწმუნეთ ეს დამკვეთი. უბრალოდ დავარწმუნეთ და თქვათ შევაძენინეთ ის, რომელიც ჩვენ გვაინტერესებდა ეს ქანდაკება.
მაგრამ რასაკვირველი მანანის თქმის იყოს ბევრი არ არის ესეთი, იმიტომ რომ დღეს ბევრისთვის ძალიან დიდი და ძვირფასია ზოაქ, მაგრამ ქანდაკების ადგილს ისინი ჯერ ვერ ხედავენ. გურჩევნიათ ქანდაკების ფასის სავარძელი იყიდონ რაღაც დიზაინერის მიერ შექმნილი და რასაკვირველი ისიც ქანდაკებაა და ფილიპს დარკის თქვა რაღაც ნამუშევარი, რომელიც კიდევს ის ისეთივე ხელოვნების ნიმუშია, როგორც თქვა ვიღაც თითქმის იგივე, მაგრამ რასაკვირველი მაინც ქანდაკება არ არის და არც მცირე ფორმა. ხო და ჩემი აზრით, ნუ ერთი რო ეს კანონმდებლობა, ეხლა მე მაგასთან ცოტა არ მაქვს ისეთი რაღაც ეხლა ამ წუთში არც გათვითცნობიერებული ვარ და არც მომზადებული ეგეთი საკითხისთვის, მაგრამ მე მეორეს ვეთხოვდი, ნუ ყველა მოქანდაკეს, რომ როდესაც თბილისში ბოლო რა ვიცი 20 წელია თუ 15 ძალიან აქტიურად არის 20 უფრო რა ჩვენ უფრო ადრეც მუშაობდით ხა მე უფრო ასაკისა ვარ უფროსის მაგრამ თავიდანვე თვითონ იმათმა აი როგორც ახლა მოქანდაკეები არიან შეიქმნა რაღაცა არის ქსელი სავაჭრო ქსელი რომლებიც სულ რამოდენიმე წელი არის თბილისში უნდა გითხრათ როგორც რამოდენიმე გალერეა ძალიან კარგი ასევე რამოდენიმე მაღაზია სადაც არის უმაღლესი დიზაინის ავეჯი არა მარტო ავეჯი სანტექნიკა და ეს სულ ყველა სახლის საჭირო ნივთები ეს ფირმები ყოველწლიურად თავს იკლავენ მანანა მიცის რამდენ რამეს არ აკეთებენ რომ თქვათ მიიზიდონ ის რაღაცა პატარა ჯგუფი არქიტექტორების შეიძლება ეს სადღაც 50 არის ხო ვინც უფრო ხშირად ხვდებით ხოლმე ყველა იმაში წელიწადში ეხლა ეს პანდემიის დროს შეჩერებულია რასაკვირველია თუმცა მაინც აკეთებენ აი ამ შეხვედრებს ონლაინ და აი ეს ჯგუფი არქიტექტორების თქვათ რომელიც იზრდება და იზრდება 50 ეხლა ახალგაზრდები მოდიან და სულ ყველა ინტერიერის პროექტის წინ სწავლობს, ну ფაქტიურად ამას სწავლა უნდა შესწავლა ბაზარი ცუდი სიტყვა, მაგრამ თუმცა იგივე სიტყვა შეიძლება დაარქვას ხელოვნების ყველა დარგსაც რა, უნდა იცოდეს იმ დიზაინერმა, არქიტექტორმა ბაზარი, რომელიც დღეს არსებობს ყველა იმ ნაწილში, რომელიც სჭირდება მას ინტერიერისთვის. ჩვენ სუზეპირად ვიცით, თქვათ, ეს იქნება ესეთი ავეჯის ფირმები იტალიაში, ცეხში როგორ აკეთებენ იმას და სამწუხაროდ თბილისში მე ორ მოქანდაკესთან მეგობრობ, რომელიც როგორ კეთდება, რას აკეთებს, ეს ვიცი და ამიტომ უფრო ხშირად მივდივარ იმასთან, ხო? შეიძლება მივიყვანო დამკვეთი, მაგრამ ეძვიროს თუ რაღაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არქიტექტორები მე ვიცნობ ამას, მანდა იცნობს სხვას ის იმას და მე ურჩევდი აი მოქანდაკეებს ერთ რაღაცას რა ესე იგი კანონმდებლობას თქვათ აი თქვენ მიხედავთ და რაღაცა იმაში მე ესეთ რაღაცას ურჩევდი თბილისში არის ხო გეუბნებთ რამდენიმე სერიოზული შოურუმი ისეთი რომელშიც წარმოდგენილი ნივთები პარიზის რომი კიდე არაფერი არა მილანის თუ ნიუ-იორკის ყველა აი ესეთი ძალიან მაღალი მისი კატეგორიის დიზაინერების მიერ შექმნილ ნიმუშებს წარმოადგენენ, სადაც თვითონებდი აგეთ თბილისში ახლა აქვე რომ ჩახვიდეთ თქვენ მეცხრე სამავტყოფოს წინ იქ არის ერთი შოურუმი, სადაც თვითონ ნივთი რაღაცა ხო შეიძლება ღირდეს უფრო ძვირი ვიდრე აი ეს ძალიან ბევრი ქანდაკება რომელსაც მე ესეთ რამეს ურჩევდი რომ აი რამდენიმე ესეთი მაღაზია ხო ახლა ჩვენ ვიცით რაც არის ესენი სადაც გამსადებული ინტერიერები არის თქვა სამსართულზე წარმოდგენილი ან 4 სართულზე ფანტასტიკური ინტერიერები ეს არის ჯორჯეთის ავეჯი დგას თუ ფიემბის თუ ვიღაცის და ხოლოდ გაკეთებული არის კუთხეები ეს არის ოთახის კუთხე ინტერიერი იმისი რა ქვია სასტუმრო ოთახის იქ სამზარეულო თუ რაღაცა ესეთები ამ ინტერიერში როდესაც ამ შოურუმში როდესაც შედეხარ შენ იმ ინტერიერში აი ვიღაც არქიტექტორებს მიერ და თან კარგი არქიტექტორებს მიერ გაკეთებულ რაღაცა იმაცხეს ეს იგივეა შენ რომ ვიღაცის სახში შეხვიდე ფაქტიურად იმიტომ რომ ზოგი დამკვეთი პირდაპირ ყიდულობს აი ამ კუთხეს აი ესეთ სამზარეულო და ესეთ სინათლე და აი რომ შესაძლებელი გახდეს მოქანდაკეებმა თავის გამოფენებს აწყობენ გალერეებში თუმცა
ადგილის გამო, დიდი გამო ისინი ვერ ხდება, ან თქვათ ახლა აი როგორც აქ არის წარმოდგენილი, მაგრამ აქ რო დამკვეთი მოიყვანო, იმან შეიძლება ათვალიეროს და ისე გავიდეს, არავითარ ემოცია თვითონ არ დარჩეს. აი თქვენ რომ შეძლოთ და აი იმ ინტერიერებში თვითონ მაღაზიაში არის 20-30, ხანდახან 40 სხვადასხვა კუთხე გაკეთებული. რომ მოლაპარაკება შეძლოს, აი თუნდაც ამ ასოციაციამ აი ამ ესეთ სერიოზული იმათ დაცვაც აღდგამე და ის არ არის რომ იქ რაღაცა ხელის ამოსაკრავია და უდევთ დეკორაციად ეს ახლა ისეთი აზრია შეიძლება იმ მაღაზიას არავის არ მოეწონოს ჩემი აზრით მაგრამ აი დეკორაცია თუ დევს და დევს ესეთი ბოთლი ხო აი იმ ბოთლის მაგივრად თუ აი იმ პატარა რაღაცა მცირე ფორმა უდევთ უკვე გამზადებულები და ჩამოსხმულებიცა და ბრინჯაოცა და ყველაფერი იმის მაგივრად რომ აი ქართველი მოქანდაკეს მიერ შექმნილი თვითონ მაღაზიაში 10 ან 20 უკვე მაშინ ის კაცი რომელიც სულ დღე და ღამე შემოდის იქ ხალხი დაათვალიერებენ ამ ქანდაკებას უკვე დაინახავენ ინტერიერთან და შეიძლება ის ეძვიროს და ვერ იყიდოს მაგრამ ქანდაკება იყიდოს აი იმიტომ რომ ქანდაკება იქნება თავის ის ქანდაკება კი არა ნუ მე ვამბობ ნუ ნებისმიერ ქანდაკება იქნება მცირე ფორმა თუ დიდი ძეგლი თუ რაღაცა თავის ადგილზე იქნება წარმოდგენილი და ამან შეიძლება პოპულარიზაცია გაუკეთოს თვითონ მოქანდაკის ნამუშევრებს რა აი ეს რაც ახლა აქ არის სულ ყველაფერი რომ უცებ გაფანტო აი იმეებში რა მე ვამბობ ნუ ძალიან ისეთ სერიოზული ფასის იმიტომ რომ ამის გადამხდელი არის მარტო ის რომელიც იმავე წყიდულობს აი შეიძლება ეს იყოს საინტერესო თქვენთვის და კიდე რასაკვირველი ხა თქვენ ხა რაღაცა მახსენა რომ აი არქიტექტორები დიზაინერები უნდა მივიდნენ და გაიცნონ ცდე არის თქვენც უნდა მიხვიდეთ უნდა თქვათ აი ჩვენ შეიძლება პირადად ყველასთან კი არ ჩამოიეროთ მაგრამ თქვათ ვანდასთან არის გამოფენა ხო უნდა გააკეთოთ და ვანდას ეწოდინება რომ ერთი დღე უნდა იყოს არქიტექტორების დღე როდესაც ის დაპატიჟებს არქიტექტურას სპეციალურად იმიტომ რომ არა მარტო იმიტომ რომ ისე ამონონ კანდაკებებთ არა იმიტომ რომ აი რო დაინახავენ ეს მეერე თავის იმაში იმიტომ რომ საიტის დათვალიერება ერთი რაღაცას კიდე გეტყვით საიდუმლოს იმდენ საიტებს გთავაზობს იმდენ საინტერესო ფირმა ყოველ შემთხვევაში მე ესე ვარ გაზარმაცებული იმით დრო აღარ არის რომ ყველა საიტები ათვალიერო ცოცხალი თუ გამოუშვებს ბუკლეტს ვინმე მიუტანეთ ყველა არქიტექტორს თუნდაც რაღაცა პატარა ეს რა ვიცი აი ჩემი ეს იქნება რომ მადლობა ბატონ გივი ძალიან დიდი მადლობა ამ ძალიან ასე ვთქვათ დეტალური და სერიოზული რჩევებისთვის ჩვენ მოგვიანებით აუცილებლად დაგიკავშირდებით ყოველ შემთხვევაში ასოციაცია და იმედია მოქანდაკეების გაითვალისწინებენ ბატონ გივის ძალიან მნიშვნელოვან რჩევებს ბატონი გია მე ბოლოსთვის ვყავს შემონახული ამიტომ ქალბატონ ნინო ბევრი დღეს თქვენ დილიდან არ ყოფილხართ ეხა ხო იყო საუბარი ძეგლზე და ქანდაკებაზე ასევე ლანდშაფტური თემები საკმაოდ აქტუალურია და განსხვავებები და დანახვის შესაძლებლობა იმისა თუ რა არის იგივე ლანდშაფტური ქანდაკება რა შეიძლება იყოს იქნება ცოტა მოგვიყვეთ ამ მიმართებით მოგესალმებით ყველას ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის მინდა გითხრათ რომ მეც ასევე ასოციაციის წარმომადგენელი ვარ ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ვარ და პრეზიდენტი დღესდღეობით და ეს თემა ქანდაკების თემა არის რა ვიცი რაც ლანდშაფტით დავკავდი ალბათ სულ ვფიქრობ ამ თემაზე და ჩემთვის ძალიან ახლო იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ქანდაკება ზოგადად და მე ვფიქრობ რომ ჩვენმა ასოციაციებმა აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ და რაღაც იდეები ალბათ დღესაც გაჩნდება ჩვენი მომავალი თანამშრომლობის რაც ეხება რომ გადავავლოთ თვალი ისტორიას, ხელოვნების ისტორიას, ლანდშაფტური სივრცე იქნებოდა ეს ბაღი თუ პარკი დაწყებული, რა ვიცი, სულ ეგვიპტიდან დაწყებული და საბერძნეთიდან და ასე შემდეგ. იყო განუყოფელი ნაწილი ქანდაკება ლანდშაფტის და ამის გარეშე არც არსებობდა ლანდშაფტი. და დღესდღეობით ჩვენ ხვდება, უბრალოდ ამის შეიძლება
ინფორმაცია არის ძალიან მწირი, მე ვფიქრობ, ჩვენ საზოგადოებაში განსაკუთრებით. ალბათ, ახლა რა თქმა უნდა, არქიტექტორები და ხელოვნებაცოდნეები იცნობენ ძალიან ბევრ არაჩვეულებრივ პარკს მსოფლიოში, რომელიც არის sculpture gardens, sculpture parks ქვია ეს ზუსტად, ხო? უამრავი რომელი ერთი ვთქვა, თუნდაც ის არაჩვეულებრივი და მისტიური ბოსკო, საკრო ბოსკო ბომარცოში, სადაც არის საოცარი და უცნაური სკულპტურები. ვიგელანდის პარკი, რომელშიც ნამყოფი ვარ ოსლოში, სრულიად გასაგიჟებელი და თვითონ ეს პარკი არის აი ამ ერთი სკულპტორის მთელი ესე იგი შემოქმედების გარშემო გაშენებული. უпростоრად მას მერია მისცა ამის საშუალება, რომ თავის სკულპტურები განელაგებინა და მთელი პარკი არის აი რაღაცა ერთი ფილოსოფიური ხაზის გარშემო გაშენებული. იგივე ოსლოში მახსენდება ეკბერგ პარკი, სადაც უამრავი სხვადასხვა შემოქმედის ქანდაკებები არის მთელს პარკში გაფანტული. მე ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება საერთო მსოფლიო გამოცდილება რაც შეიძლება უფრო ახლოს უნდა მოვიდეს ჩვენთან. ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ თანამედროვე სკულპტურა ეს არის ძალიან საინტერესო და განუყოფელი ნაწილი თუნდაც ისტორიული ლანდშაფტის. მე მინახავს მაგალითად არაჩვეულებრივი სკულპტურები იგივე ბობოლის ბაღში ფლორენციაში და ეს შერწყმა თანამედროვეობის და ისტორიული ბაღის იყო, მე მგონი არაჩვეულებრივად გადაწყვეტილი. ახლა რაც ეხება უშუალოდ ჩემს გამოცდილებას, ვინაიდან მე ამ თემაზე სულ ვფიქრობდი, ბოლო რამოდენიმე წელი არის თანამშრომლობ შატო მუხრანთან და მუშაობთ შატო მუხრანის ლანდშაფტის კონცეფციაზე. და ზუსტად რამოდენიმე წლის წინ ესეთი აზრი დაიბადა, რომ ერთ-ერთი მინდა გითხრათ, რომ შატო მუხრანი ხა რამოდენიმე შრისგან შედგება ტერიტორია, ეს არის სხვადასხვა ისტორიული პერიოდის დანატოვარი. მათ შორის ერთ-ერთი ადგილი არის ესეთი საბჭოთა პერიოდის ბუნკერები. ბუნკერების არეალს ეძახიან ზუსტად. ეს არის მიწისქვეშა კონსტრუქციები, რომლებიც არის დაფარული მიწით და ბალახით და შესაბამისად რაღაც ბორცვებს ქმნის. და გაჩნდა ესეთი იდეა, გაგვიჩნდა, რომ აქ გაკეთებული იყო თანამედროვე ხელოვნების ინტეგრაციით თანამედროვე პარკი. ანუ ზუსტად იმ სტილისტიკის და იმ კონცეფციის, რომ აქ შეიძლებოდა ესე იგი ყველა ის ახალი ტენდენცია, რაც არის და ეს ლანდშაფტის არქიტექტურაში განსაკუთრებით ეს ბუნებრივი ლანდშაფტის გადმოტანა, გაკულტურება, ასე ვთქვათ და აი ეს ფონი შექმნიდა არაჩვეულებრივ საფუძველს იმისთვის, რომ თანამედროვე სკულპტურა სქონოდა ადგილი. ეს იქნებოდა ერთ-ერთი შეიძლება ეს არ ვიცი რამდენად კომერციული პროექტი შეიძლება იყოს, მაგრამ ერთ-ერთი ნაბიჯი იქნებოდა პოპულარიზაციისთვის ყოველ შემთხვევაში. მათ შორის აი ეს მიწისქვეშა კონსტრუქციები შეიძლება გაკეთებულიყო როგორც საგამოფენო დარბაზები. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სივრცე შეიქმნებოდა, რაღაც ისეთი უცნაური, მისტიურიც და თან შიგნითაც, ინტერიერშიც და ასევე გარეთაც. მათ შორის კინეტიკური სკულპტურები იქნებოდა ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეს ქარის მოძრაობა, ამას ყველაფერს სიცოცხლეს მიცემდა და ასე შემდეგ. თუნდაც შეიძლება ეს ტერიტორია, არა მარტო შატო მუხრანზე ვლაპარაკობ, ეს შეიძლება იყოს წინანდლის პარკიც, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ლოკაცია. ჩვენ გვაქვს რაღაც ლოკაციები, ესეთი სადაც საზოგადოებრივი ცხოვრება დუხს, ახლა არ დუხს შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მომავალში იქნებ რაღაც მოძრაობები გაჩნდეს.
რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია ვფიქრობ, იმისთვის რომ ადამიანები შეეჩვიონ, რომ თანამედროვე ქანდაკება ეს არის ძალიან საინტერესო, ეს არის კონცეპტუალური, ამაში დევს იდეა, ფილოსოფია და ასე შემდეგ. მეტი განათლება რაც შეიძლება და თანდათან საზოგადოება მიხვდება ამის მნიშვნელობას, ამის ფასს. ეს ძალიან გრძელი გზა არის ვფიქრობ, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი არის და ჩვენ ყოველ შემთხვევაში მე აუცილებლად გადავცემ ამას ყველაფერს ჩემი ასოციაციის წევრებს და ვთხოვ რომ მათაც იფიქრონ ამ მიმართულებით თუ როგორ მოხდეს ინტეგრაცია სკულპტურის საზოგადოებრივ სივრცეში და კიდევ ვფიქრობ რას იცით ამდენი პარკი შენდება ახლა თბილისში აუცილებელი არის რომ თანამედროვე ქანდაკების ნიმუშები იყოს უკვე წარმოდგენილი რომ ადამიანები შეეჩვიონ ამას რომ ეს არის განუყრელი ელემენტი ლანდშაფტის უბრალოდ დიდი მადლობა და ანუ თემატურად ეს პარკის საკითხი საერთოდ ბაზარზე რაღაცა უნდა მომწიფდეს იმისთვის რომ მოხმარებადი გახდეს და რაღაცნაირად საზოგადოება და მომხმარებელი შეეჩვიოს შესაბამისად ანუ ამ თემაზე უკვე დიდი ხანია საუბარი და მე მგონი ეხლა არის ის დრო როდესაც საზოგადოებაც მეტნაკლებად და განსაკუთრებით ის ადამიანები რომლებიც მართავენ ამ ქვეყანას და გარკვეულ ინვესტიციებს განახორციელებენ ამ ბაღებში და პარკებში მე მგონი მომწიფებულები არიან იმისთვის რომ ამ ტიპის ინიციატივები დავძრათ და ძალიან სასიამოვნო იქნება თქვენთან ერთად თანამშრომლობა კონკრეტულად ლანდშაფტის თვალსაზრისით და გარკვეული არგუმენტაცია თუ რა საჭიროა ქანდაკება და რა კავშირია ქანდაკებას ლანდშაფტებთან. დიდი მადლობა. კითხვა ხო არა დარბაზიდან ბატონებო? არა, მაგრამ კარგი რა. შატოებთან წინადადება მაქვს რომ უკვე გამოგონილია სიმპოზიუმები. იცით რა არის? ექსტერიერში ასე ვერავის ვერ დაავალებთ რომ გამოსაჩენი ქანდაკება გამოიტანოს. მას ჭირდება მასალა, მასშტაბი და ამ შემდეგ, ხო? ქვა ბევრი გვაქვს, რკინა, ჯართი, ყველაფერს გაკეთება შეიძლება. იაფის დაუჯდებათ. შეიძლება თემატური, შეიძლება კონკურსით, 1000 ფორმა შეიძლება მოინახოს. და ერთ თვეში ან ორ კვირაში ექნება 10 კარგი ნამუშევარი მასშტაბში. შეიძლება არა მარტო 10 და უფრო მეტი. კარგი არა სიტყვაზე ვიცახე თუ ერთ თვეში ფენახევარში მაგრამ ხდებით ეს უკვე პირდაპირი განხორციელება ნაცადია აკეთებული მთელი მსოფლიო აკეთებს ჩვენს გარდა სამწუხაროდ მადლობა შენიშვნის შეიძლება ერთი მინდა გაცრავად მე მინდა დავამატო ძალიან საინტერესო იყო ნინომ რაზეც ილაპარაკა და ძალიან საჭიროა ვფიქრობ და ძალიან კარგი იდეაა ეს ყველაფერი და აუცილებლად როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საუბრობთ პოპულარიზაციაზე პოპულარიზაციისთვის აუცილებელია აქტივობა ანუ მე თავიდანვე ვთქვი რომ თუ აქტიური არ იქნება თქვენი ასე ვთქვათ ასოციაცია თუ აქტიურები არ იქნებიან თვითონ მოქანდაკეები ადამიანები ვინც აი ამაში არის უშუალოდ დაინტერესებული ამ სფეროში არაფერი არ გამოვა და ყველაზე დიდი პოპულარიზაცია ყოველთვის არის ის რაზეც ბატონი გივი საუბრობდა რომ ხალხი უნდა ხედავდეს ქანდაკებებს. ანუ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი გამოფენა, აი როგორც ეხლა არის, რომ აი რამდენიმე დღე გამოფენილი არის 50 ქანდაკება, რაღაც ერთი თვე აგორებული არის ქანდაკების. ეს არ არის საკმარისი. ქანდაკება, ანუ ქანდაკებას სჭირდება, მე ვფიქრობ, მუდმივი სივრცე. თუნდაც არ იყოს ძალიან დიდი სივრცე, სადაც სულ იქნება, ანუ ასე ვთქვათ, არ ვიცი, გალერეა იქნება, შოურუმი იქნება, სულ იქნება ნიმუშები, სულ იქნება რაღაც საინტერესო ქანდაკებები, სადაც ყველას ეცოდინება, რომ შეუძლია მივიდეს სპეციალურად და ნახოს ქანდაკებები. აი ესეთი სივრცე, ეს შეიძლება იყოს კერძო ინიციატივა ვინმესი, კერძო გალერეა, მაგალითად, რომელიც იქნება სპეციალიზირებული მხოლოდ ქანდაკებაზე, ხო? ძალიან მისასალმებელი იქნება, მაგრამ სამწუხაროდ
დღეს ესეთი სივრცე არ არის. ეხლა ყველა კერძო გალერეა შეზღუდულია, ასე ვთქვათ, სივრცეში, იმიტომ რომ უფრო მეტად ორიენტირებულები ვართ დავუშვათ ფერწერაზე, გრაფიკაზე, მაგრამ ნუ ქანდაკება დავუშვათ 2-3, მაქსიმუმ 5 ქანდაკება მცირე ზომის შეიძლება დადგა ინტერიერში, მაგრამ ზოგჯერ ის ქანდაკება ამოვარდნილია თვითონ იქ თემატური გამოფენის კონტექსტიდან და ამიტომ ვერ ვდგავთ. ამიტომ არის ფიქრობ აუცილებელი რომ არ ვიცი ასოციაცია მიზრუნოს იქნებ ქალაქმა გამოყოს რაღაცა სივრცე იქნებ არ ვიცი სადაც მხოლოდ ქანდაკება იქნება ანუ სპეციალიზირებული სივრცე სადაც შეძლებენ ადამიანები მისვლას და ნახვას რა ხდება ქანდაკებაში იმიტომ მუზეუმებშიც არსად არ არის ქანდაკება გამოფენილი ანუ აი სადღაც შიგადაშიგ რაღაცას ნახავთ არ არის ერთი სივრცე სადაც ეს ყველაფერი შეიძლება ნახოთ მით უმეტეს თანამედროვე ამდენი საინტერესო მოქანდაკე ვყავს და არ ჩანან საერთოდ არ ჩანან თუ არ იცნობს ვიღაცა ესე არ ჩანან და ამიტომ ხშირი გამოფენები ამ ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნებისთვის და მე მგონი ლევანის კითხვასაც გაეცემა პასუხი და დაეწერება ინსტრუქცია რომ ეს არის ქანდაკება და არა ძეგლი. და შესაბამისად ადამიანის ცნობიერებამდე თუ არ მივიტანეთ რაღაცა, ისე არ მიდის თავის სამწუხაროდ. ეხლა მე მინდა ბატონ გიას ასე ვთქვათ, ბევრი კითხვები ერთად დავუსვა. თავისი გამოცდილებიდან და ასე ვთქვათ, ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობიდან ხომ მე რა უნდა ველაპარაკო ქანდაკებაზე. დღევანდელი რეალობა გვაქვს ის რომ ფაქტიურად აი ეს წლები, როდესაც რომ ქანდაკება ანთებული იყო საქართველოში და ფაქტიურად ქართული ქანდაკება ფარავდა მთელი საბჭოთა კავშირის უდიდეს ბაზარს, მას შემდეგ ყოველდღიური დეგრადაციის ასე ვთქვათ განვითარება ხდება. და გვაქვს გარკვეული ამბიცია თავისთავად უკვე პატარა ბიჭები აღარა ვართ, მაგრამ ნუ ყველა რაღაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდით და ეხლა შემოვტრიალდით რომ ქანდაკებას რაღაცნაირად დავეხმაროთ. რაღაცა ახალი ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის რომ ფაქტიურად 20-30 წელიწადში საქართველოში ქანდაკება არ იქნება. თუ ესე გავუშვით. გია, ვითხარი ეხლა რამ რა შეიძლება ვქნათ? შენი გამოცდილებიდან გამომდინარე. მადლობა მოწვევისთვის უპირველესად და მართლაც მოხარული ვარ რომ ასეთი ფორუმის მონაწილე ვარ და უნდა გითხრათ რომ აღთვალებული ვარ იმით რომ თავისთავად ეს ორგანიზაციული მხარე პროგრამას თუ გადახედავთ და ჩაუღრმავდებით და თვითონ ის ფაქტი რომ აქ ლაპარაკი არ არის რომ ჩვენ ახლა რაღაცა აღმოვაჩინეთ და ნოლიდან ვიწყებთ ყველაფერს როგორც ეს საქართველოში მიღებულია და თუ შედარებებსაც გავაკეთებთ მე ძალაუნებურად აი რაღაცა ხიდი და გავდე ასე ჩემთვის ფიქრებში რომ წავედი და ახლა უსმენდი აქ გამომსვლელებს 10 წლის წინ 10 წელი გავიდა ზუსტად აი ბათუმის საერთაშორისო სიმპოზიუმიდან და აქ დარბაზში გუშინაც ისხდნენ და დღესაც არიან ჩვენი ცნობილი მოქანდაკეები, რომლებიც მონაწილეობდნენ, მოწმენი არიან ამ დიდი წარმატების, რომელიც ქართული ქანდაკების სკოლამ იმ დღეებში მოკლედ დაფასება მიიღო. შემდეგ 2015 წელი იყო და არ მეშლება მე მგონი მერაბ ბერძენიშვილის თაოსნობით ზუსტად აი ამ დარბაზში აქ იყო უკვე შემდეგი ასე 4 წლიანი შესვენების მერე, იმიტომ რომ უნდა გაგრძელებულიყო ის 2011 წელს იყო ერთი ბათუმში ჩატარდა 2012-ში მეორე მერე შემდეგი ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო ჩაიშალა ეს საერთაშორისო დონეზე არის გახმიანებული ხალხი დაპატიჟებული და ყველას რომ აი ეს სამინისტროც ჩართული იყო ამ საქმეში მაგრამ ნუ გასაგები მიზეზების გამო ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ჩვენი ქვეყანა ესეთ სტაბილურ ძლიერ სახელმწიფოდ და ამას ვერ გავექცევით სამწუხაროდ ხელოვნებასაც დაღი აქვს ამის და ამის ბრალიც არის ალბათ რომ 2015 წელს ჩატარდა შემდეგი ბატონი მერაბის თაოსნობით და იმის მერე ისევ
5 თუ 6 წელი გავიდა და ისევ ის ტრადიცია, მაინც ტრადიციად ვერ იქცა. მე ახლა ეს ისტორია რატომ მოვყევი? განსხვავებული იყო ბათუმის სიმპოზიუმისგან 2015 წლის სიმპოზიუმი. განსხვავებული იყო იმით, რომ უცხოელები კი იყვნენ ჩამოსული, როგორც აი ბათუმის ფორუმზე, მაგრამ აქ იყო უკვე თავიანთი შემოქმედების გაცნობა, სლაიდების, ვიდეო ფილმების და ყველანაირად მოკლედ არ მოხერხდა ერთადერთი რამ ამ ქანდაკებების ჩამოტანა. იყო შესანიშნავი გამოფენა და მიმოხილვა ქართული ქანდაკების განვითარების გზით, ფოტო გამოფენით იყო ეს წარმოდგენილი. ეხლა დღევანდელ ფორუმზე კიდევ სულ სხვა რაღაც მიმართულება დავინახე მე და მე ვფიქრობ ეს არის სწორედ ის გზა, რომლითაც პროფესიონალებმა ერთმანეთს უნდა ჩავჭიდოთ ხელი, იმიტომ რომ აქ რაღაც პერსპექტივებს ვხედავ. ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავ მე. ბათუმის ფორუმზე უნდა გითხრათ, რომ თავარი ინტერესი საერთაშორისო კი იყო სიმპოზიუმი, მაგრამ ჩვენი ცნობილი მოქანდაკეები იყვნენ და უცხოელი ცნობილი მოქანდაკეები და მათი ინტერესი, მთავარი ინტერესი რა იყო? წინასწარ განხილული შეთანხმებული ესკიზებით წარსდექით მთავრობის წინაშე და რაც მოწონებული იყო და რაც დამტკიცებული იყო, მერე უკვე 1 სანტიმეტრის სიზუსტით თითქმის განხორციელდა შესაშური მონდომებით, იმიტომ რომ მიცემული მქონდა მემართვის პირობა, რომ ეს ნამუშევრები კი არ გადაიყრებოდა ჩვეულებრივ შემოქმედებით სიმპოზიუმის მერე, არამედ ისინი იქცეოდნენ ექსპონატებად თანამედროვე ღიაცის ქვეშ თანამედროვე ქანდაკების მუზეუმისა, რომელიც მთავრობასთან შეთანხმებული იყო და ეს ნელ-ნელა თუ კი ეს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ რო გამოთვალა, ეს აიტაცეს ეს იდეა იმითი, რომ როგორ შერასკვირდებიო 10 წელიწადში ჩვენ გვექნებაო, თქვათ 100 ნამუშევარიო, მათ საერთაშორისო მასშტაბით. და აი ამან გამოიწვია ის, რომ აქ ბუნებრივია ფინანსურადაც უზარმაზარი მხარდაჭერა იყო, მორალურიც შუაღამისას 3 საათზე 4-ზე მოდიოდნენ იქ სანახავად და ნუ რა ვიცი, რაღაც წარმოუდგენელი აურა და სიტუაცია იყო და დღემდე ეს ემოციები არ განელებულა და დღემდე იხვეწებიან ეს მაშინდელი ჩამოსული უცხოელი მოქანდაკეები, რომ რატო არ გვიწევთ რა ხდება თქვენთან. ეხლა ეს ისტორიისათვის და ცოტა გრძლატყვები, მაგრამ მე მგონი ეს საინტერესო უნდა იყოს აი შემდგომისთვის, რასაც ვიტყვი. აი აქ სწორად არის გაკეთებული აქცენტები დღევანდელ აი ამ ფორუმზე. პროგრამა არის შესანიშნავი. გულიმწყდება, რომ მოქანდაკეები ცოტანი არიან და წარმომადგენლობითი ეს სახე ცოტა მე გულს ვდგენს, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებიდან ადვილად ვხედავ რა ენერგია და რა ის არის აი მის ორგანიზებაზე ასეთ დონეზე, ბატონი ლევანისგან, ბატონი ჟუიადისგან და მათგან ყველანი ვინც ასოციაციის წევრებია და მონაწილეობდნენ აი ამ ღონისძიების მოწყობაში, ასე იოლად ეს არ ხდება. თუნდაც გაშუქება ტელევიზიითაც კარგად იყო, ყველაფერს ვადევნებ თვალყურს, იმიტომ რომ მაინტერესებს არ მალავ ამას. და მეცაც ვიტყვი, აი ამ ორგანიზატორების შექებასთან ერთად ერთ რამეს აღვნიშნავ, რომ გუშინ ბევრი საყვედური მოვისმინეთ მოქანდაკეების მიმართ. არ არის ეს ასე ბატონებო. ჩვენ გვყავს მე მგონი ძალიან ძლიერი მოქანდაკეები. უმაღლესი რანგის. ყველგან სადაც კი ისინი გასულან უცხოეთში, ყველგან წარმატებას აღწევენ. სად არიანო თანამედროვე ისინი ნამუშევრებს არც ვიცნობთო, არც ვიცითო. რასაკვირველია, ჩვენთან ბევრ რაღაცაში საზოგადოება ჩამორჩა აი ამ ქანდაკების, თანამედროვე ქანდაკების განვითარებას. ალბათ არც იციან რა არის აბსტრაქტული ქანდაკება, ალბათ არ იციან ასამბლაჟი რა არის, ალბათ არ იციან ბევრი მიმართულება, ეხლა არ ლექციას არ წავიკითხავ, როგორ ვითარდება ეს ქანდაკება, მაგრამ
აღსანიშნავია ის, რომ ის მასალა, თუნდაც მე რაც მომეპოვება და დროდადრო ვცდილობ ხოლმე ამის გამოცემას, როცა კი შესაძლებლობა მეცემა, რამდენადაც ამის საშუალება არის. მე მგონი ეს ძალიან საინტერესო მაგალითებია და ნუ აქამდე რაღაცა ცოტა თუ ბევრია, უნდა ვიტრაბახო თუ არა, 9 წიგნი ალბომი მაინც მომისწრია ქანდაკებაზე გამოცემული დღეისათვის. და გაჩერებას არ ვაპირებ აწი უკვე თქვენთან ერთად. რაც შეეხება პრობლემებს. პრობლემები ძალიან ბევრია. ისევ აი გუშინდელი რო ვახსენოთ კონკურსები და ტენდერები. ნუ აქ საკამათო არაფერი არაა ბატონ ზვიადრო კონკურსები მართლაც ფაქტიურად ეს არის პროფესიონალურად ძალიან დაბალ დონეზე ტარდება, იმიტომ რომ ჯერთი ძალიან ცოტა ვადა არის ხოლმე მოცემული ფინანსური თვალსაზრისით მხარდაჭერას გულისხმობდა პრემიების განაწილებას და თვითონ იმ რაოდენობასაც ეს არის აბსურდული თემა და რაც შეეხება იმას მართლაც 1-2 გუშინ თქვა და მართალია ესეც დავეცდილებას თორემ რომ ვიღაცამ უკვე გაამზადა იმისთვის მე მოერგება ეს და იმისთვის კეთდება ეს კონკურსი რომ ეს ასე ვთქვათ გააправონ ჭყალებში ტენდერებს რაც შეეხება ეს საერთოდ აბსურდია ახლა მე რო ქანდაკება იდეა მომივიდა ის შევქმენი თქვა ჯუმბერ ჯიქიამ შექმნა რაღაცა შესანიშნავი ქმნილება და ამ დროს მოდის გია ჯამბერიძე და იმან უნდა გამოთალოს ეს ჯუმბერ ჯიქიას ნამუშევარი რატო გამაგებინეთ იმიტომ რომ რაღაცა არარსებული 2 კაპიკი მოვიგო სახელმწიფომ და შექმნა შედევრის ნაცვლად რაღაცა სიმახინჯე აი ასეთ სინამდვილესთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება გალერეების მუშაობას და არტ მაინც თემა არის არტ ბაზარი ხო, კანდაკების ხო? სხვა რამე ხო არ ვკითხე და მე ძალიან მოვედები. არა, მაგრამ პრობლემებში ერთადერთი მინდა რომ ამაზეც შენი აზრი გავიგო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გუშინ ჩემი აზრით იყო აკადემიის სიტუაცია. Ამდინარე იქიდან რომ ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, კონკურსებსაც შევცვლით. ბაზარზეც ვიმუშავებთ, საზოგადოების ცნობიერებასაც ავამაღლებთ, მაგრამ თუ ასე ვთქვათ, განათლება გასაგებია. მოგახსენებთ, ახლა რაშია საქმე. მე მაგ საკითხს ძალიან მტკივნეულად განვიცდი, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, იმის გამო, რომ უბრალოდ პოლიტიკაში არასოდეს არ ვერეოდი და მონაწილეობას არ ვღებულობდი არც ერთ, არც მეორე, არც მესამე და არც მეათე მხარეს, ასე ვთქვათ, შვეიცარია ვარ. ამის გამო ხმამაღალ განცხადებებს ნაკლებად ვაკეთებდი ხოლმე. პირველი დარტყმა მხატვართა კავშირის თავმჯდომარეობის დროს მივიღე 2005 წელს, როდესაც გალერეა დაიკეტა. გალერეა იყო პირდაპირ სარკე ახალგაზრდა თაობის წარმოსაჩენად. წელიწადში იქ ბატონი თემლო იყო გოცაძე მაშინ იმის ხელმძღვანელი. უამრავი შესანიშნავი გამოფენა იმართებოდა და იქ იყო წარმოჩენა მთელი ახალი ტალანტების, ასე ვთქვათ. ფერწერაც იყო, გრაფიკაც იყო და ქანდაკებაც და სხვადასხვა დარგები. აი ამის მუზეუმად ქცევამ მე მგონი გარკვეული პრობლემა შექმნა. მეორე იყო დაემთხვა წარმოიდგინეთ 7 გალერეა ერთდროულად თანმიმდევრობას არ აქვს აქ მნიშვნელობა TMS-ი ვანდაც გადავიდა სხვათა შორის მე შენი გალერეა ხო იქ იყო რა ქვია რუსთაველთანა ლიტერატურის მუზეუმში N გალერეა, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, TMS გალერეა და სხვა მოკლედ ბევრი რო არ გამიგრძელდა 7 გალერეა ერთდროულად გაუქმდა რატომღაც. ეს ხლა დღევანდელი გადასახედიდან ძალიან ძნელია ეს სხვა რამის დააბრალო თუ არა რაღაც შეგნებულ ქმედებებს. თანამედროვე გაუქმდა ქვია, იმიტომ რომ თანამედროვე ხელოვნების გალერეა პირდაპირ მნიშვნელობით დახურეს იმის გამო რომ ზეზვა და ის იყო გასათავსებელი რომელიღაც დარბაზში და უნდა გავარემონტოთო მომატყუეს ცოტა ხანს და 8 წელი არემონტებდნენ მე ამ ჯანაშიას მუზეუმს 8 წელი ხო და ეხლაც რა რემონტია მოიხსენებათ რა რომ ყველაფერი თავიდან გახდა გასაკეთებელი
რაც შეეხება ესეთ შემადგენელი ნაწილია. მესამე ახლა მე რასაც ვიტყვი, აკადემიის საკითხი ძალიან სერიოზული საკითხია, იმიტომ რომ ნიკოლაძეზე გადატანამ აკადემიის აკადემიის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტის მე მახსოვს მაშინ აგერ არის ჯუმბერჯიქია, როგორ განიცდიდნენ მოქანდაკეები და რა პრობლემები წარმოიშვა, იმიტომ რომ ფაქტიურად ისინი შეიზღუდნენ თავიანთ ამ სასწავლო პროცესში და უამრავი პრობლემა. ანუ მერისი თქმა მინდა, საით მიმყავს საუბარი, რომ აი ამ წყვეტას მოაქვს შედეგი. არ შეიძლება საერთოდ არა მარტო ქანდაკებაში, სახვით ხელოვნებაში მოხდა ეს წყვეტა, გინდა არ გინდა, აი ეს განსახილველ პერიოდში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მოხდა წყვეტა. ამან შედეგიც მოიტანა. აბა გადაავლეთ წინათაობის, აი მატუაშვილის, აბრამიშვილის და ლევან ლაგძის და ამ თაობის რა სიმრავლე იყო ტალანტების, დღესგან არ არიან. ახალგაზრდებში არის, ამას როგორ ვიკადრებ მე, მაგრამ რაოდენობრივად ხო, თუ ამაზეა ლაპარაკი, ისეთ ვარსკვლავებზე ვლაპარაკობ მე. და კიდევ თავარი რა არის, ჩემი აზრით, განსახორციელებელი. ქველმოქმედების კანონი. ესეც იმ პერიოდს სადღაც 2001 წელზე ვლაპარაკობ, ალბათ სესილი გოგიბერიძის პერიოდში იყო კომისიაში შევდიოდი. ქველმოქმედების კანონი სანამ არ იქნება, საქმით ხელოვნება საქართველოში არაფერი არ ეშველება. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მოთხოვნილება იზრდება, არის ვილები შენდება, არქიტექტორები, დიზაინერები, ბევრ შესანიშნავ პროექტს ახორციელებენ. გალერეებსაც მეტი შესაძლებლობა აქვთ, რომ პოპულარიზაცია გაუკეთონ მოქანდაკეთა ნამუშევრებს, მაგრამ არის მაინც რაღაცა ჩამორჩენა, ეთყობა მაინც ვერ მიყვებით აი უცხოეთის გამოცდილებას ფეხდაფეხ. მე ერთ რამეს ვიტყვი კიდე წინადადებებიც ალბათ აი ესე საუბარში ბევრი წარმოიშვება, აი მაგალითად აქ ითქვა, რომ ღია სივრცეები რო იყოსო. ეხლა გავიხსენებდი, რომ იტალიაში ფიუმიჩინოს აეროპორტისკენ თუ გიმგზავრიათ, იქ გზაზე აუცილებლად შეამჩნევთ უზარმაზარი ტერიტორია, არის გამოყოფილი საგამოფენო სივრცეთ. იქ ნებისმიერ მოქანდაკეს შეუძლია ქანდაკების მიტანა, ეს არის საგამოფენო ტერიტორია, მაგრამ არც ბაზრობა არის და არც გამოფენა არ არის, მაგრამ გამოფენა გაყიდვაა. იქ შეგიძლიათ ერთი თვით, ორი თვით, სამი რასაკვირველია, ყველაფერი კომერციულ საწყისებზეა, მაგრამ თქვენ წარმოაჩინოთ, უკვე გალერეისგან თავისუფალი ვარ, იმიტომ რომ გალერეა ყოველთვის თავის კომერციულ ინტერესებს განსაზღვრავს, თავის პოლიტიკა აქვს. იქ შეგიძლიათ მოათავსოთ თქვენი ქანდაკება, თუ გინდათ ერთი წლით, თუ გინდათ მთელი ცხოვრების მანძილზე. მოდის დამთვალიერებელი უკვე დაინტერესებული, ვისაც ფული აქვს, აი მოდის ბატონი გივი ქობულია თავის პროექტისთვის აინტერესებს რაღაცა რომ შეარჩიოს. უზარმაზარი არჩევანია. თქვენ იქ არჩევთ ანუ უცხოელი და იქ არის აი ესეთი გარიგებები და ვაჭრობა. შეიძლება შეუკვეთოთ სამუზეუმო ასლიც კი და დაგიმზადებენ, რასაც გნებავთ. მე მახსოვს ბატონი მერაბის ერთ-ერთი სურვილი იყო, გია არ შეგიძლიაო რომ რაღაცა ასლების ჩამოტანა, ეს იმაზე არა ლაპარაკი ჩვენთან რო გავრცელდა რაღაც მდარე ხარისხის ასლები რო ჩამოვაქვთ, არამედ შედევრების ასლებზე არის ლაპარაკი, ეს მიღებულია ახლა უცხოეთში პრაქტიკაში, რომ ასლები კეთდება და ეს უბრალოდ გამოსაფენად არის ხოლმე წარმოდგენილი. ასევე ჩვენთან გვიფიქრია, ჩვენ ბატონ ერაბთან ერთად ასეთი ისიც იყო, რომ რატო არ შეიძლება ეს ოცნებად დარჩეს მართლა, რომ ქანდაკების ღიაცის ქვეშ ქანდაკების მუზეუმი რომ მოეწყოს. ეს იდეა ყველას მოწონდა, აბსოლუტურად ყველას, სამინისტროს, მერიას, მაგრამ აი რომ მივიდოდა საქმე ესე იგი გადაწყვეტილების მიღებამდე და აი წელს რომ ვატარებთ, მე რაღაცა ეჭხირებოდა ყოველ წელს. ადგილები არ დაგიმალავთ, ეხლა არ არის ეს საიდუმლო და ისეთი ის, როგორ არ არის მთაწმინდის პარკზე, რიყეზე გვიმსჯელია ბევრჯერ, არის ვაკის პარკში შესაძლებლობა. ბევრი ადგილი მეგულება მე თბილისში, ოღონდ
გუშინდელს დაუბრუნდები ისევ ვერ წარმომიდგენია გუშინ საუბარი იყო გენგეგმაზე დაიტანეთო ისაო ქანდაკებების ადგილებიო გენგ თბილისის გენგეგმას ურბანისტულ იმას ქსოვილს მე არ ვიცი რამდენი წელია ამაზე მიდის მუშაობა არქიტექტორებო მითხარით თუ ცდები რამეში რამდენი წელია და აქ ლაპარაკი არის დაგეგმარებაზე, ძირითადი მონახაზის კეთებაზე, არა თუ თვითონ იმ ობიექტის განსაზღვრაზე და სივრცობრივ კომპოზიციურ არქიტექტურულ გადაწყვეტაზე. როგორ შეიძლება იქ იმ როცა ის სივრცეც კი არა ჩამოყალიბებული, შენ ამ დროს ეს ჭიქან რაღაცა ის დაგეგმოდა ჩადგა ამ უზარმაზარი ქალაქის აგლომერაცია ფაქტიურად იმის ქსელში. და სანავის ჩამოყალიბდება, როდის განხორციელდება, იქ რა ფუნქციის მატარებელი იქნება ის ორგანიზმი და იქ რა უნდა ჩაიდგას საერთოდ. სხვა საქმეა, რომ კონკურსთან მორჩები ახლავე. კონკურსთან დაკავშირებით ყველაზე ბოლო მახსენდება ახლა ის ეგრეთ წოდებული ბეგემოტის და იმის ერთდროულად მიდიოდა 6 ჯერ გადაიდო მგონი და რაღაცა როგორ ჩატარდა კიდე არ ვიცი. კონკურსის პირობებს რატო აკრიტიკებო ვინმე მეტყვის და ტროტუარზე მეც მინდოდა მონაწილეობის მიღება და იმიტომ ზოოპარკის იმ ტერიტორიასთან კონკურსის პირობებში იყო 2 მეტრიანი ტროტუარი გამოყოფილი იმისათვის რომ იქ ქანდაკება დადგმულიყო. ამას მოფიქრება ხონდა და მე ერთ-ერთი ფუნქციონერი მზიურში ახალ ადგილს რო არჩევდა თანხლებ პირად დაყავდა ესე იგი რჩევის მისაღებად არც არქიტექტორი, არც დიზაინერი, არც მოქანდაკე, არამედ სხვა პროფესიის ადამიანი და ბოლოს მომიყვენ, მივიღე ინფორმაცია, რომ ასე გადავწყვიტეთო. ძალიან კაი გიქნიათ თქო, რა უნდა ქნა ასეთ სიტუაციაში. მოკლედ, პრობლემები ძალიან ბევრია, განსაკუთრებით მე მაინც ძალიან ძნელი ამის მიღწევა, მაგრამ ქველმოქმედების საკითხი არის აუცილებელი. იმიტომ რომ ბიზნესმენებს, ფინანსურად ძლიერ წარმატებულ ბიზნესმენებს რო კონდეს იმის საშუალება, ცნობაც რო გაუჩნდეს აი შემოქმედი ადამიანებისაგან რომ რაღაცა გაიმეტონ, რაღაცა დახარჯონ, რაღაცა აზრიანი შეიძინონ, რაღაცა თუნდაც არქიტექტორების, დიზაინერების რჩევით, რომ რაღაცა რეალურად ისეთი სივრცე და ისეთი კულტურული აი ფენა რო იტყვიან, ისეთი რაღაცას მივახციოთ, რომ თვალს რო გაეხარდეს და იქ უცხოელი იქნება თუ ჩვენი ამას რა მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ რაღაცით გაუთანაბრდეთ ამ ევროპას, რო ასე დროშასავით ვაფრიალებთ, არა იქ რო ჩავდივართ, მოხიბლული ვართ, სადაც არ უნდა ჩახვიდეთ. მე მგონი ეს უკვე მარტო ბერძნული და იტალიური კულტურა კი არა, ნებისმიერ ქვეყანაში, რა ვიცი მე, სადაც არ უნდა წახვიდეთ, რა დონეზე დგას ქანდაკებების კულტურა, რა დონეზეა თანამედროვე ქანდაკება განვითარებული და აქ არაფრით ჩამორჩენა არ შეიძლება, იმიტომ რომ ქანდაკება არქიტექტურასთან ერთად საუკუნეების დონეზე განსაზღვრავს ერის კულტურულ დონეს, ან ცივილიზაციის მდგომარეობას და მე მგონი, აი ესე არ გავაგრძელებ, თუ რამე კითხვა უპასუხებ და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გამოვთქვა აი ესეთი ფორუმის, რომელსაც ესე იგი მივესალმები და მინდა ჩემ თავსაც და თქვენს გისურვოთ, რომ ისევ 5-6 წლიანი პაუზა არ დაგვჭირდეს და სადღაც არ ნახტომ რაღაცა ნახტომებით კენგურუსავით არ დიდი მადლობა ყველას. და ტრადიციად იქცეს. ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენ რჩევებს და იმ მინიშნებებს, რომელიც მართლაც ესოდენ მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე გპირდებით, რომ თქვენი კონკრეტული დახმარება დაგჭირდება და აუცილებლად დაგიკავშირდებით. კი ბატონო, თუ მიკროფონი თუ შეიძლება მივაძვადოთ. ჩვენ საუბრობთ სიმპოზიუმებზე, ყველა ამბავზე ქანდაკების შესახებ. ხო. მაგრამ
ბევრი ხელშეშლებია ამ სფეროში. სიმპოზიუმი ტარდება, ნამუშევრები იდება, მაგრამ გადის დრო და აი ამ ადგილებს, სადაც ნამუშევრები აწყვია. არის რაღაც მიდის ვაჭრობები, ამბები და იყიდება ეს ტერიტორიები ხანდახან და ამ ნამუშევრებს რაბიდი ეწევათ უკვე ჩვენ იშვიათად ვიცით ხოლმე. აი თუნდაც ვიწყე ქუთაისში მაგალითად 2003 წელს იყო იმის წინასწარ კიდევ სიმპოზიუმი და აი მეორე სიმპოზიუმზე რომელზეც მე მონაწილეობდი იქ აუღიათ ეს ყველაფერი ნამუშევრები ზოგი დამტვრეული ეყარა ზოგი წაუღიათ რაღაც ამბით და სადღაც გადაკარგულ ბაღში დაუწვიათ რა ხოთი იყო ასეთ შემთხვევა ბევრი იკარგება ეს ნამუშევრები ღობეს იქით ინახება და არა აქვს ღირს სინათლე ასე ამიტომ ჩემი სურვილი იქნება რომ იქნებ მომავლისთვის შეიქმნას ისეთი რაღაცა ზედამხედველობითი სამსახური რომელიც გააკონტროლებს აი ამ ნამუშევრების ბედიღბალიანობას ასე ვთქვათ და მე მგონი არ იქნება ურიგო ეს ამბავი იმიტომ რომ ბევრგან ხდება ეს ამბავი მაგრამ აი რუსთავში ჩვენ რამდენიმე სიმპოზიუმი ჩავატარეთ ხო და იქ კარგად არის საქმე მე ჯუმბერის არივებში უკონა ასე თქვა თავს მაგრამ იქ გულიან ყველაფერი და ყველაფერი თითქმის თავთავიანთ ადგილზეა დაწყობილი და იქ ასეთი რამე ნამუშევრებს არ ემუქრება ამიტომ დანარჩენ რაღაცებს სადაც აი ესეთი რაღაცა შეფერხებებია იმ კომისიას იმ ზედამხედველობით რაღაცებს მივაქციოთ ყურადღება და გავაკეთოთ ეს საქმე მომავლისთვის რომ ვიცოდეთ ჩვენ რომ არსებობს ასეთი რაღაცები და ამ ნამუშევრებს რაღაც აი ესეთი დაღუპვა და დაკარგვა არ ემუქრება აი ეს იყო ჩემი საქმე მადლობა ვეთანხმები მე რომანს საქმე იმაშია რომ ეს პრობლემა რეალურად მართლა არსებობს აი ეს ნუ ჩავაცივდი ამ ბათუმის თემას მაგრამ ბათუმში დაიდგა გათვალისწინებული იყო ახალ ბულვარში ეს ქანდაკებები დღესაც 16 ქანდაკება იმ ექსპონატებიდან დგას ქალაქში და სხვაგან მაგრამ ერთხელ გადაიტანეს, მეორედ გადაიტანეს, ახალი ბულვარიდან გადაიტანეს, ეხლა იუსტიციის სახლი რო არის ამოტრიალებული ბოთლი, აი მის გასწრულ შესანიშნავ ადგილასა ახალ სტადიონთან და ყველა ნახულობს და კარგადაა წარმოდგენილი. მაგრამ როცა მოუნდებათ, ეხლა გადაიტანეს პეტრას ციხის გახსნა იყო, 3 ქანდაკება იქ ისესხეს. მერე ანაკლიაში იყო წაღებული 4 ქანდაკება იქიდან და ასე დაატარებენ. მაგრამ რატო გიკვირთ თქვენ სიმპოზიუმის ქანდაკებები, როცა დავით აღმაშენებელის ძეგლი ბორბლებით ველოსიპედით დადის ამ ქალაქში და ეხლა რა გასაკვირია ეს ამბავი. კი ბატონო. ორი სიტყვა მინდა ვთქვა. კონკრეტულად აი ამ საზოგადოებას მინდა მიმართო ქალბატონ ვანდას, ბატონ დიზაინერებს, ბატონ არქიტექტორებს. ამოცანა რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგევართ არის ერთი შეხედვით მარტივი, ანუ გასაგებია რომ უნდა გავაცოცხლოთ ქანდაკებას კიდევ ერთი სიცოცხლე შევძინოთ უკვე დღევანდელ რეალობაში, მაგრამ მეორე მხრივ სირთულე მდგომარეობს იმაში, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქანდაკება გაცოცხლდეს და გახდეს მოთხოვნადი, აი ბატონმა რჩევა მოგცა, რომ ცნობილ შოურუმებში შეიძლება მივიდეთ და არაერთხელ ქონია თქვა შორის აი დათო ალექსიძესთან მქონდა ამაზე ლაპარაკი და მან თქვა რომ დიდი სიამოვნებითო შემიძლიაო რაღაც კუთხე გამოყო სპეციალურად იმისთვის რომ თანამედროვე ქანდაკება იქნეს გამოფენილი მის შოურუმში. ბევრი ასეთი შოურუმები და ძალიან კარგი იდეაა, იმიტომ რომ მომხმარებელს ამ შემთხვევაში იმფულიან ადამიანს რომელიც ცდილობს რომ თავისი საცხოვრებელი სივრცე გაალამაზოს, ამაში უნდა დავეხმაროთ და თქვა უნდა დიზაინერთან და არქიტექტორთან ერთად. მაგრამ მე მინდა აი ესეთი იდეა გავაჟღერო, რომელიც არ არის ჩემი მოგონილი და არსებობს და ამაზე სულ არის მსჯელობა.
წინა ბლოკში იყო აქ ბატონი ლევან თარგამაძე საბა კონსტრაქშენის წარმომადგენელი ანუ ის იყო უკვე გარკვეული თავისი საქმის გამო აქ მოწვეული მაგრამ საუბარში ესეთი რაღაცა გამოითქვა რომ უნდა მოიძებნოს აი ჯაჭვში რომელიც არის მოქანდაკის სახელოსნოდან უკვე დადგმულ ქანდაკებამდე ამ ჯაჭვში უნდა მოიძებნოს ინვესტორის ადგილი. ინვესტორის ადგილი რას ნიშნავს? რა ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ, რომ საჭირო არის თანხა, რომელიც მოქანდაკის იდეას ხელშესახებს გახდის. ქანდაკება ძვირი სიამოვნებაა. ძვირი სიამოვნება, იმიტომ რომ ის ძვირფას ლითონში უნდა იყოს ჩამოსხმული. ბრინჯაო და სპილენძის შენადნობები უკვე ძვირფას ლითონად ითვლება. ის უნდა იყოს ძვირფას ქვაში გათვლილი. აი დათო ნათიძის ონიქსის პეპელა გვიდგას დარბაზში, ხო? ანუ ეს ყველაფერი თანხებს მოითხოვს რა. გუშინ ქალბატონი თამარი იყო კიკალიშვილი, მან თქვა რომ აი რაღაც თავის დიზაინერ კავშირიდან თუ ასოციაციიდან შეუძლია სხვა შორის მნიშვნელოვანია მოქანდაკეებისთვის რომ რაღაც მასალები, ანუ მომწოდებელ ქვის გადამამუშავებელ ქარხნებს შეთავაზოს, რომ დაუშვათ მასალები მისცენ მოქანდაკეებს და მათ თავის პოპულარიზაცია მოახდინონ თავისი ქვის პროდუქტის ქანდაკების გავლით. მაგრამ მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ უნდა შეიქმნას სამკუთხედი. ან ოთხკუთხედი, არ ვიცი, ეს ზუსტად მოსაფიქრებელია. შემოქმედი, რომელიც ქმნის ქანდაკებას, წარმოება, რომელიც ამ ქანდაკებას ახორციელებს მოქანდაკესთან ერთად, ეს თუ არის ბრინჯაოს ქანდაკება, ბრინჯაოს ჩამოსასხმელი ქარხანა, თუ არის ქვის ქანდაკება, ქვის გადამამუშავებელი ქარხანა და უკვე ეს შექმნილი პროდუქტი გალერისტის და არქიტექტორის და დიზაინერის დახმარებით აქაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბმა არის, იმიტომ რომ ხშირად არქიტექტორი არის კონსულტანტი და მრჩეველი და გალერისტი არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც მენეჯმენტს უკეთებს აი ამ წრეს. ანუ აცნობს დამკვეთს არქიტექტორს აცნობს მოქანდაკეს აცნობს. ანუ აკეთებს აი ამ მენეჯმენტს, კავშირს, ერთმანეთს უკავშირებს ამ ადამიანებს და ბოლოს ეს ყველაფერი, ეს პროდუქტი უკვე მიდის იქ, სადაც ხდება ამაში ფულის გადახდა. და შემდგომ ეს თანხა, რა თქმა უნდა, პროპორციულად ნაწილდება ყველა მონაწილეზე, რომელიც აი ამ პროცესში იღებდა მონაწილეობას. რატოა ეს მნიშვნელოვანი? ეხლა რაზე ვლაპარაკობ რა? ვლაპარაკობ იმაზე, რომ საქმე რო გაკეთდეს, ამისთვის მარტო მოქანდაკის ნიჭი არ არის საკმარისი. და მეცაც გეტყვით, არა თუ საკმარისია ხშირად მისი წარმოდგენა თავის ნიჭიერებაზე და თავის შემოქმედებაზე, მას ხელს უშლის ამ ნიჭის განვითარებაში. უდაოა რომ ის არის ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ ამ ნიჭს სჭირდება წარმოჩენა, ამაში საჭიროა სხვა ადამიანების ჩართვა, რომლებიც შესძლებენ მისი, ასე ვთქვათ, პროდუქტის საბაზრო ეკონომიკაში ვცხოვრობთ, მისი ამ პროდუქტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას და შესაბამისი მოგების ნახვას. ქარხანამაც უნდა ნახოს მოგება, გალერეямაც უნდა ნახოს მოგება, არქიტექტორმაც უნდა ნახოს მოგება, თვითონ მოქანდაკემაც უნდა ნახოს მოგება და ვინც ამას იყიდის, ის ხავს ყველაზე ბედნიერია და მფლობელია უკვე ამ, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი პროდუქტის. აი, ამის თქვა მინდოდა, ვანდა, მოგიწოდებ, რომ დაიწყო აი ამ სამკუთხედის თუ ოთხკუთხედის შექმნა, თავმოყრა, ბაზარი შესაქმნელია და ყველა პირობა არის იმისთვის, რომ ესეთი ბაზარი შეიქმნას და რაღაც გაცოცხლდეს ეს ქანდაკება. არა, ის ვიცით და აი ეხლა იყო საუბარი იმაზე, რომ აუცილებელი არის ინვესტორის არსებობა, იმიტომ რომ ახლა ვლაპარაკობთ იგივე დაუშვათ კერძო სტრუქტურებს ან სახელმწიფო დაკვეთაზე,
ან იგივე პარკის შექმნაზე, ხო, მუზეუმის შექმნაზე ღია ცის ქვეშ, რაღაც აუცილებელი არის სახელმწიფოს დაინტერესება, ან კერძო ინვესტორის დაინტერესება, ხო? აი მე მგონი ზუსტად თქვენი ასოციაცია უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ის შეგირდი, რომელიც მივა სახელმწიფოსთან ან კერძო ინვესტორს დაინტერესებს, მაგრამ ისევ და ისევ კერძო ინვესტორის დაინტერესება ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა და კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა. ინვესტორებზე როდესაც ვსაუბრობთ საერთოდ და მეცენატებზე როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესზე, რომელმაც უნდა დააფინანსოს დაუშვათ მხატვრები თუ მოქანდაკეები მათ ჭირდებათ როგორც ბატონო გიამ თქვა დაინტერესება, რით უნდა დავაინტერესოთ, ანუ სახელმწიფოს ძალუც მხოლოდ ისინი დააინტერესოს იმით, რომ შეღავათები ექნებათ, თუ ისინი ჩადებენ ფულს ხელოვნებაში. როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის პრაქტიკაში არის შემცირება გადასახადის, ან დაუშვათ უკან დაბრუნება იმ რაღაცა პროცენტის, რომელსაც სახელმწიფოს უხდიან ისინი, უკან დაუბრუნდებათ რაღაცა გარკვეული თანხების, აი ხელოვნებაში ჩადების შემდგომ. ანუ ეს ბევრ ქვეყანაში არის ეს კანონმდებლობაში ჩადებული და ასეც ხდება, ამიტომ არის რომ იქ ხელოვანები გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში არიან ვიდრე ჩვენ სახელმწიფოში. სულ არის რაც მე უკვე ძალიან დიდი ხანია რაც ამ საქმეში ვარ, ანუ გალერეას სულ ჩვენ გალერისტები როცა ვიკრიბებთ, ყოველთვის ყველა შეკრებაზე ხდება ამაზე საუბარი, რომ აუცილებლად შესატანია კანონმდებლობაში ცვლილებები, მაგრამ ვერაფრით ვერ განვახორციელეთ. იქნებ როგორმე კიდევ ერთხელ ყველამ გავიხსენოთ ეს, რომ ეს არის მისატანი იგივე პარლამენტში. ეს საკითხი არის გასატანი იქ აუცილებლად. ანუ მთავრობა იქნებ თქვენ როგორც ასოციაციამ, რომელიც აერთიანებს არქიტექტორებს და მოქანდაკეებს, ამ შემთხვევაში ქანდაკებაზე ვსაუბრობთ, თქვენც რაღაცნაირად იაქტიუროთ და ეს თუ არ იქნება კანონმდებლობაში ცვლილება, არანაირი ინვესტორი ჩვენ არასდროს არ გვეყოლება. დიდი მადლობა, მეგობრებო, ჩვენ გავხსნით ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა თქვენი რჩევებისთვის. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ქველმოქმედების კანონმდებლობას, ანუ ქველმოქმედების კანონმდებლობა ქანდაკებას ცდება. ეს არის საკმაოდ ფართო მცნება, რომელიც ხო, ზოგ შემთხვევაში სპორტიც არის, აი ვთქვათ, ევნური ლატარიის თემით, ანუ უფრო ფართო საკითხებს ცდება, რასაკვირველია ჩვენ მიუხედავად ამისა უნდა ვიმუშაოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველას და კიდევ ერთხელ როგორც გითხარით, თქვენი დახმარება დაგჭირდება, აგირეკავთ და იმედი გვაქვს თქვენთან თანამშრომლობის. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება, ვეღარ მაჩერებენ. რაც შეეხება იმ პროექტებში, აი პროცენტის ჩადებაო ამერიკაში ნამდვილად არის ეგა. 2.5% არის, მე მგონი, მაგრამ ჩვენთან იყო 3%-მდე. ეს იყო 70-იანი წლების ბოლოს ვიხსენე პერიოდს 80-იანი წლების დასაწყის. ნამდვილად იყო მხატვრულ სამუშაოები შეიძლებოდა 3%-ის ჩადება. მაგრამ ესეც რაღაც დამახინჯებულად განვითარდა, იმიტომ რომ იქაც რაღაც ნეგატიურ მოვლენებს ჰქონდა და ადგილი და ამიტომ ის ფაქტიურად გაუქმდა. ეხლა კიდევ ერთხელ მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას და მე რაღაცა მივეჩვია ესე ალბათ მხატვართა კავშირიდან გამომყვა ტრადიციე თუ აქციე 2015 წელს მაგალითად გელა კესიდის ერგო ჩემგან პრიზი. მანამდე ბატონ მერაბს ერგო ოქროს ლომი პრიზი. დღეს მინდა ეს ტრადიცია არ დავარღვიო და ასეთი შესანიშნავი განწყობის შექმნისათვის ტასას ხელმძღვანელს მინდა სიმბოლურად იმსახურებს მე მგონი, რადგანაც მით უმეტეს ბატონ მერაბს ეძღვნება ეს სიმპოზიუმი, ფორუმი, ბატონ მერაბის მუზეუმის შესახებ აქ ამ შემთხვევაში არა მის თვითონ
ბერძენიშვილზე, არამედ მუზეუმის შესახებ არის ახალი გამოცემა, ჩემი, რომელსაც არ უნახავს ჯერ პრეზენტაცია არ ყოფილა და მე მინდა ეს სიმბოლურად თქვენ გადმოგცეთ საჩუქრად. დიდი მადლობა. შეკითხვები ხო არა გვაქვს? პანდემიის გადამკიდე ხელსაც ვეღარ ვართმევთ. თუ შეიძლება მეც კიდევ 2 წუთს წაგართმევთ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის, ასეთი ინიციატივისთვის, იმისთვის, რომ ესეთ შესანიშნავ ღონისძიებას, ასე ვთქვათ, ჩაუყარეთ საფუძველი, რომელიც ალბათ ყოველწლიური იქნება და კიდევ უფრო გააქტიურდებით. დიახ, რა თქმა უნდა და მე ახლა მინდა მივმართო მოქანდაკეებს. ჩვენს არაჩვეულებრივ მოქანდაკეებს, რომლებსაც ვთხოვ რომ უფრო აქტიურები გახდეთ. დღეს უკვე მე რამდენად ვამბობ, რომ თქვენ უნდა იაქტიუროთ, იმიტომ რომ ჩვენ გალერისტებს სამწუხაროდ არ გვაქვს ინფორმაცია საკმარისი იმაზე თქვენ რას აკეთებთ დღეს. თქვენს შეიძლება ეს ჩვენი მინუსი არის, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ყველაფერს ვერ გავწვდებით და ქანდაკება ჩვენთვის გალერისტებისთვის ასე ვთქვათ არ არის ტრადიციული თემა, ხშირად არ ვფენთ, უფრო მეტად ფერწერა და გრაფიკა არის ჩვენი სფერო მუშაობის, მაგრამ დაინტერესება ჩემი მხრიდან პირადად ძალიან დიდია და მე ძალიან მაინტერესებს ვინ რას აკეთებს დღეს, მოქანდაკეები, ახალგაზრდები განსაკუთრებით, რომლებსაც ბევრს არ ვიცნობთ და ჩემთვის ბევრი ახალი სახე აღმოვაჩინე დღეს და გთხოვთ თქვენ თვითონ იაქტიურეთ, მობრძანდით გალერეაში, გამომიგზავნეთ თქვენი პორტფოლიოები, ნამუშევრები, რომ ჩვენ საქმის კურსში ვიყოთ. ანუ ეს ინფორმაციის ნაკლებობა, ეს არის ასევე მინუსი. პოპულარიზაცია უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციით და თქვენ ასოციაციას ვებგვერდიც გექნებათ. ყველაფერი, სადაც თქვენ აქტიურად უნდა მართოთ ეს ვებგვერდი, სადაც დაიდება ნამუშევრები სხვადასხვა მოქანდაკეების. მე ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ესეთი ნაბიჯი იქნება, რომელთაც თქვენ გააცნობთ ჩვენ საზოგადოებას ახალ სახეებს. დიდი მადლობა. კი ბატონო. ცოტა ხილოთ ეკიბეზე. მადლობა, მეგობრებო, 10 წუთი შევისვენოთ და მე კიდე უნდა დავგვიმდეთ.